საფრანგეთში შენ რომ დემონსტრანტს უთხარ რომ შენ იქ ტროტუარზე ვერ დადგები და ვერ გააპროტესტებ, ან განუსაზღრო ადგილი რო აქ კი არ გააპროტესტო, სადღაც კილომეტრების იქით გააპროტესტე, აი ვნახოთ იმავე საღამოს რა მოხდება პარიზში და გადაიწვება თუ არა პარიზი. ეს ახალგაზრდა არის ქართული ოცნების პროპაგანდისტი თორნიკე ზეძელაშვილი და ჩემი ყურადღება იმიტომ მიიპყრო რომ ყველა ვიდეოს ბოლოში ეს 5-წამიანი გოიმური სიცილი უდევს და გონია რომ რაღაც საოცრება გამოუვიდა და ამიტომ მილიონჯერ უნდა ანახოს ეს, რადგან კარგად დასცინის თურმე ოპოზიციურად განწყობილ ხალხს. მაგრამ არსებობს მისი სხვა რეაქციაც და აუცილებლად უნდა განახოთ. ის უფრო რაღაცნაირად სხვანაირად მისტიურია. ეს არ ხდება ესა. ასე ვია ზუსტად ჩემი ქმედებაც. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი გადასახადი ჩემი ქვეყნისთვის და მოვიცე ვინ არის ეს ადამიანი და ყოფილა პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორი და მეთქი როგორ შეიძლება ადამიანი ხმას არ იღებდეს, ხო უნდა საუბრობდეს, მეტყველებდეს, რამეს ხო უნდა ამბობდეს, დოქტორი გახდა ბოლო ხო? და Georgian Times-ი არის ესეთი რადიო და მხოლოდ იქ იწვევენ, მხოლოდ იქ არის რესპონდენტი, მაგრამ იყო ალაგ-ალაგ სხვა ვიდეოებიც, რადიო თავისუფლების 5 წლის წინანდელმა ვიდეომ დამაინტერესა და უნდა გაჩვენოთ. ყავს ასევე ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფის ადმინი ვარ, ასევე ვახტანგ გომელაურის მხარდამჭერთა ჯგუფის ადმინი ვარ. ჯგუფი, რომელიც ამ წუთში მოქმედებს ირაკლი ღარიბაშვილის სახელით, ჰქვია ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები. მანამდე არსებობდა როგორც გიორგი გახარიას მხარდამჭერები და ყავდა იქ შესაბამისი აუდიტორია, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ცვლილებასთან ერთად მან სახელი, ასე ვთქვათ, გადაირქვა და ეხლა უკვე ადამიანები, რომლებიც იყვნენ გახარიას მხარდამჭერებად გაერთიანებული იმ ჯგუფში, ეხლა არიან ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფში. უკვე დარწმუნდით რაოდენ პრინციპულ ახალგაზრდასთან გვაქვს საქმე და უფრო მეტიც ახლა შევედი გადავამოწმე, ხომ არ გადაერქვა ირაკლი კობახიძის მხარდამჭერები მეთქი, მაგრამ არა ირაკლი კობახიძისთვის ახალი პეიჯი შეუქმნია, მაგრამ იმ დროისთვის, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილს უკვე ბრალი ქონდა წარდგენილი, ანუ წინა წლის დეკემბერში ამ პეიჯით, რომელსაც ქვია ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები, პაპუაშვილს არეკლამებს, ანუ პეიჯს არ აცდებს. სახელიც აღარ გადაარქვა, ანუ ის ხალხი, ვინც ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერად მოიაზრებოდა, რანაირად შეიძლება მას შენეხა პაპუაშვილის კონტენტი გაუზიარხა, მაგრამ არ ადარდებს ახლა ეს თორნიკე ზეძელაშვილს, მას პრინციპული წინაყოფები არ გააჩნია. და განზოგადება რომ მოვახდინოთ და არა განზოგადოება ეს ახალგაზრდა არის რუსული სპეცოპერაციის ერთ-ერთი ჭანჭიკი, ვინაიდან მისი მიზანია რომ გახლიჩოს და გაყოს საზოგადოება, დანერგოს განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე ხალხის მიმართ ზიზღი და სიძულვილი, მის პეიჯს რომ გადახედოთ, მხოლოდ დამცინავი კონტენტი აქვს, შესაბამისად ასეთ პროპაგანდისტებს აუცილებლად უნდა იცნობდეთ. უნდა იცნობდეთ, ვინ ნერგავს საზოგადოებაში ზიზღს. და ბონუსად ამ ვიდეოსაც დაგიტოვებთ. თუ არ იმხრობი შენ და არ ხარ პროდასავლური ძალა და არ ხარ, თქვათ, ამერიკის მომხრე, ესე ვთქვათ, და თუ არ გინდა შენ რო იყო ევროპელი, მაშინ შენ ხარ მოღალატე, შენ ხარ რუსეთის აგენტი, რატო ვარ, ხო?